გამარჯობათ. როგორ გავამწაროთ ეშმაკი? წმინდანებს უწერიათ ასეთი რამ. დაცემით მოხდა ადამიანის დამორჩილება ეშმაკის მიმართ. ერთგვარი აღრევა ეშმაკეულ ბუნებასთან ადამიანური ბუნებისა. ერთგვარი სინქრონიზაცია. ამის გამო ეშმაკი გარდა იმისა, რომ აზრებს შთაგვაგონებს, მოაქვს შთაბეჭდილებები, წარმოდგენები, გონებაში გამოსახავს რაღაც სურათებს. არამედ ისინი თითქოს გრძნობენ. თქვენ ხომ გრძნობთ ცხელა, ცივა, იგრძნობა სიყვარული, იგრძნობა გულგრილობა, სიძულვილი. ეშმაკები გრძნობენ რა მდგომარეობაშია ადამიანი მათთან. ეშმაკების მთავარი თვისება, მთავარი მანკიერება ეს არის ამპარტავნება. არაწმიდა სულს ამიტომ ქვია არაწმიდა, რომ ის არის ამაყი. ამპარტავანს ყველაზე მეტად ეშინია მხილებისა. უყვარს რომ ყველაფერს ჩუმად აკონტროლებდეს და ვერავინ ვერაფერს ვერ ხვდებოდეს. თუ გინდათ რომ ეშმაკს დააწყვიდოთ ნერვები, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, გარდა იმისა რომ ნათლობა, აღსარება, ზიარება, ეს არის შრომა განწმედაზე. განწმედილი გონება მოიტანს იმას, რომ თქვენ აღარ მოტყუდებით. ფული აღარ მოგეჩვენებათ სიმდიდრედ, სიმახინჯე არ მოგეჩვენებათ სილამაზედ, ბოროტება არ მოგეჩვენებათ სიკეთეთ. ღვთის ჯულში, ვარჯიში დაგვიბრუნებს რეალობის აღქმას. ეშმაკი არის ამპარტავანი, უყვარს უპირობო მორჩილება. ნებისმიერი თქვენი წინააღმდეგობა მათში იწევს მოკლე ჩართვა პირდაპირ. დაუშვათ მოვიდა ლოთოვის ეშმაკი და თქვენ აგიკვიათთ აზრი. მოდი დავლიოთ, აღვნიშნოთ ახალი წელი, ავსტრალიის საფეხბურთო მატჩში გამარჯვება ვიღაცისა. და ეს აზრი დღე და ღამე თავს დაგტრიალებთ. არ დალიოთ. მოვიდა აზრი, რომ ვიღაცას აგინოთ, გული მოიჯეროთ. არ აგინოთ. ამაყისთვის თავს არ დამცემია იმის გააზრება, რომ ის არ არის მთავარი. რომ არის რიგითი, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, უიმისოდ, გაცილებით ადვილი იქნება, ძალიან ბევრი ცხოვრება. უყვარს რომ იყოს მთავარი, აკონტროლებდეს. ისინი ცოცხლობენ იმით, რომ თქვენ გაკონტროლონ. რა სარგებელი აქვს უხილავ სულს, რომელიც არ ბერდება, არ ჭირდება ჭამა, სმა, ძილი, არ ემართება ვირუსები. რა სარგებელი აქვს იმას, რომ ჩვენ გვაკონტროლოს. ეს არის მათი შეშლილობიდან ამოზრდილი მოთხოვნილება პირველობისა. მათ ყველასთან მიაქვთ ყველანაირი შეთავაზებები. ადეკვატური, არაადეკვატური, ყველასთან ყველაფერს ცდილობენ. იმიტომ რომ თუ ცოდვაში ჩაგაგდეს, ეს ნიშნავს, რომ მათი მორჩილები ხდებით. ყველაზე დიდი პრობლემა ეშმაკისთვის ეს არის, როცა ადამიანი მიიღებს სულიწმიდის მადლს. და თუ გინდათ რომ საერთოდ გადაიყვანოთ ჭკუიდან, მაშინ დიდი მოღვაწეობით უნდა დიდი მადლი იშოვოთ და ეს იქნება ის საქმე, რომელთაც ერთდროულად ორ საქმეს გააკეთებთ. ღვთის გულსაც მოიგებთ და თქვენ მტერსაც გაამწარებთ. და ის ადამიანები, ვისაც თვალები აქვს, ვისაც ყურები აქვს, ამას რომ დაინახავენ, თქვენ მოგბაძავენ და ისინი სასუფეველში მოხვდებიან. მერთვა გაგახაროთ.